მაშინ, როდესაც ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის მონაწილეები თბილისში პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას ცდილობდნენ, ევროპის დედაქალაქებიდან კონკრეტული პოლიტიკოსები სოციალურ ქსელებში დემონსტრანტების მხარდამჭერ პოსტებს ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებდნენ. ჩემი ფიქრები საქართველოს ხალხთანაა, მოლდოვა თქვენს გვერდითაა. ლიეტუველი ქრისტიან-დემოკრატები დღეს საქართველოს გვერდით არიან. ჩვენ თქვენთან ვართ. ევროპა მხარი დაუჭირე ქართველებს. ყველა მზერა თბილისისკენ. ეს რევოლუციური ნაპერწკალი საქართველოში ღვივდება, დარჩით ჩვენთან თქვენ ისტორიას ქმნით. ჩემი სრული მხარდაჭერა და მჯერა მილიონობით ბელარუსის მხარდაჭერა თქვენ გეკუთვნით. თქვენ უნდა გაიმარჯვოთ და გაიმარჯვებთ კიდეც. დღეს ყველანი ქართველები ვართ. ევროპელი პოლიტიკოსების ამ განცხადებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო დამხობის მხარდაჭერად აფასებს და უცხოელ პარტნიორებს ურჩევს ქართულ ოცნებასთან ურთიერთობები გადატვირთონ. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული სტრუქტურების წარმომადგენლები პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდნენ იმ აქციას, რომლის გაცხადებული მიზანიც იყო კონსტიტუციური წყობილების დამხობა. ამის მიუხედავად ისინი დღეს დუმან მიუხედავად მათი პასუხისმგებლობისა, რომელიც ეკისრება საკუთარი პირვანდელი პოზიციიდან გამომდინარე. თუმცა ამას საზოგადოება ხედავს და ამას საზოგადოება ბუნებრივია აფასებს. ქართული ოცნება კიდევ ბევრი წლის განმავლობაში აიღებს პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის მართვაზე, ამ ქვეყნის განვითარებაზე და ალბათ სასურველი იქნება პრაგმატული თვალსაზრისითაც ყველასთვის, რომ გადატვირთონ ურთიერთობები ქართულ ხალხთან, საქართველოს ხელისუფლებასთან და მის მმართველ ძალასთან, ქართულ ოცნებასთან. ეს იქნებოდა მათი მხრიდან პრაგმატული ნაბიჯი. რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრს გაუჭირდეს ამის გაკეთება, როდესაც ერეოდი უხეშად არჩევნებში, როდესაც ღიად უჭერდი მხარს დამხობის მცდელობას, მე უცბად რთულია გადაწყობა ახალ რეალობაზე. უცხოეთიდან მოსმენილი განცხადებები საქართველოს პრეზიდენტისთვის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისა და პროცესების გარედან მართვის ნათელი მაგალითია. ხედავს ჩვენი საზოგადოება, ჩვენ მუდმივად ვართ კორექტულები, ვცდილობთ, რომ ისევ გადავიყვანოთ ეს პროცესები დიალოგის რეჟიმში, ტრანსპარენტული იყოს ჩვენი ურთიერთობები, ის, ასე ვთქვათ, სურვილი, რაც აქვს ჩვენ საზოგადოებას, რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრი, ვიყოთ მათთან სიახლოვეში და გქონდეს ეს განცდა, რაც, ასე ვთქვათ, ყველა ჩვენთაგანი სურვილი იყო, მაგრამ მათი მხრიდან, რიგი პოლიტიკოსების მხრიდან, წინა არჩევნებზეც ნახეთ, ხო, ეს ელემენტარული ეთიკის ნორმებია პოლიტიკური, ხომ, რომ შიდა საქმეებში, არჩევნების პროცესში, როცა პოლიტიკოსი ქვია სხვა ქვეყნის, ეს ელემენტარული, ვენის კონვენციაა, რომ არ უნდა ჩაერევოს. მართული გუნდისთვის ძალადობის მხარდამჭერი განცხადებები იმის დასტურია, რომ პარტნიორების ნაწილი საქართველოს თანასწორ და სუვერენულ სახელმწიფოდ არ განიხილავს. არანაირი ემპათია, თანაგრძნობა, ინტერესი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების მიმართ მათ არ აქვთ. ყველანაირი საუბარი თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე მათი მხრიდან არის ცარიელი სიტყვები, სინამდვილეში ამის უკან დგას ძალიან ცივი გონებით გათვლილი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები საქართველოს მიმართ, საქართველოს როგორც ტერიტორიის მიმართ და ქართველების როგორც მხოლოდ ამ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. ვიხილეთ შეკრების დაწყების შემდეგ ხარდაჭერი განცხადებები, ვიხილეთ ძალადობის და შტურმის პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმის პარალელურად გამოქვეყნებული განცხადებები, მათ შორის მიგითითებთ, რომ ქალბატონი რასა იუკნევიჩიანეს ტვიტზე, რომელსაც გამზადებული ბანერიც ჰქონდა ცეცხლებით და ასე ვთქვათ რევოლუციური განწყობებით, გამზადებული ბანერიც კი დადო ამასთან დაკავშირებით საქართველოსთან და საქართველოზე, ასე რომ რა თქმა უნდა მთელი ეს პროცესი იყო ასე ვთქვათ ეს იყო პოლიტიკურ საინფორმაციო უზრუნველყოფა საქართველოში მაიდნის გეგმის განხორციელების. როდესაც საუბრობთ მათ ქვეყანაში როგორ იქნება აღქმული პოლიციაზე თავდასხმა, როგორ იქნება აღქმული რომელიმე ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრა, ეს ხომ მათ არ აინტერესებთ. ისინი ჩვენ არ გვიყურებენ და არ აღვიქვავენ როგორც დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანას და ეს არის სწორედ მათი პრობლემა და გქონიათ რომ ეს ეგრეთ წოდებული მათი ენაზე რო თქვა ბაბლი წარმოადგენს საქართველოს. მაგრამ კიდევ ერთხელ გუშინ იყო ამის კაფეო გამოვლინება, რომ რეალურად საზოგადოება მათ ანახა და უთხრა თუ სად დგას ჩვენი ქვეყანა.
დღის ბოლოს კი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის და ევროკომისარ მარტაკოსის ერთობლივი განცხადება გავრცელდა. ისინი მიიჩნევენ, რომ თვითმმართველობის არჩევნები განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა და ახლა ყველა მხარემ ძალადობისგან თავი უნდა შეიკავოს. მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ არჩევნების შემდგომ პერიოდში და მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაიცვას მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკური აქტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს ძალადობისგან თავი შეიკავონ. და ბოლოს ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს დეზინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით და ასევე გმობს პირად თავდასხმებს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ. ქართული ოცნება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში ოპოზიციის გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გარე აქტორების როლზე მიუთითებს და მათ ძალადობის დაგმობისკენ ან პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.